ნიკოლოზ ხატიაშვილი არის ჩვენი სტუმარი, GeoCase-ის მკვლევარი, ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი და ყოფილი დიპლომატი, დროებით ყოფილი, ალბათ. მადლობა ნიკოლოზ, ჩვენთან რომ ხართ. და პირველ რიგში უნდა გითხოთ რუბიოს ზარზე. ჩვენ ჩემც უცნაური ის იყო ამ ბავში რომ მიუხედავად იმისა რომ ქართული ოცნება ბოლო პერიოდის განმავლობაში ხან ახალი ფურცლიდან დაწყებას თავაზობდა, ხან გადატვირთვას, ხან ხელის დაქნევას ამერიკელებისთვის, ხან ყაველაშვილი ტრამპს თხოვა გადმორეკეო და ასე შემდეგ. როდესაც ზარი შედგა, ამის შესახებ ქართულმა ოცნებამ არ განაცხადა და გავიგეთ ამერიკელებისგან, PR-ისთვისაც კი არ გამოიყენეს. რატომ მოხდა ასე თქვენი აზრით? მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. თქვენ ძალიან სწორედ აღნიშნეთ ეს PR-ული ნაბიჯი, ხო, იმიტომ რომ წინა გამოცდილებიდან ჩვენ ვნახეთ, რომ პატარა ინტერაქციაც კი, რომელიც ხდებოდა ამერიკელებთან, ეს იქნებოდა თქვათ უენსთან ხელის ჩამორთმევა ერთღონისძიებაში მონაწილეობა, ასევე იქ გარკვეული კომუნიკაცია, ვიზიტები ამერიკის მხრიდან, ხო, ანუ ყველა ეს ღონისძიება, რაც დაკავშირებული იყო ამერიკასთან კომუნიკაციასთან, ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი ყურადღების ცენტრში ექცეოდა, აქტიურად შუქდებოდა და ხშირად ამის წარმოჩენა ხდებოდა, როგორც ეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის, ასე ვთქვათ, წინაპირობა. თუმცა მაშინ, როდესაც ასეთი მაღალი დონის კომუნიკაცია შედგა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, ხო და ხედავთ რეალობას, როდესაც ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს განცხადებას, ისიც ძალიან მშრალად რამდენიმე წიადადებაში და უკვე მერე ხდება ჩვენი მხრიდან გაკეთებული განცხადება, თან ამას არ ახლავს ის აქტიური PR კამპანია, რაც როგორც წესი მივეჩვიეთ ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში, შესაბამისად ჩნდება კითხვები, რამდენად პოზიტიური იყო ეს ზარი, რამდენად პოზიტიური საკითხები იქნა განხილული და შესაბამისად ეს გარემოება ქმნის აჩენს ბევრ კითხვას. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს რო ყოფილიყო პოზიტიური და მიმართული იმისკენ, რომ თქვათ ურთიერთობების რეალური გადატვირთვა მოხდარიყო, დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო დღეების პოლიტიკური დღის წესრიგი და საინფორმაციო ველი მთლიანად გაჯერებული იქნებოდა ამ ზართან დაკავშირებით და მისი წარმოჩენა სწორედ ძალიან აქტიურად იქნებოდა როგორც საწყისი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვის და ახალი ფურცლიდან დაწყების. თუმცა ეს არ მოხდა, უფრო მეტიც ერთი განცხადება გაკეთა ოფიციალური, მხოლოდ თუ არ ჩავთვლით გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს და ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრაზე, ამ ზარის დროს განიხილეს სავარაუდო, თუმცა ძალიან ძნელია იმაზე საუბარი, რაზე საუბრობს მაგათმა, თუმცა შეიძლება ეს ყოფილიყო გარკვეული ტექნიკური საკითხები, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ირანთან დაკავშირებით ძალიან აქტუალური თემა არის ეს და შესაძლოა მოისმინეს ქართული პოზიცია და ასე შემდეგ, თუმცა ის რომ ეს ზარი დაეთმო რაც ურთიერთობების გადატვირთვას, ხო ამის ალბათობა ძალიან დაბალია. ხო, ეს არც უთქვამთ პრინციპში და მე მაინც მგონია, რომ რაღაც ქართულ მხარეს იმედი ქონდა, რომ ამის შესახებ საერთოდ არც ითქმებოდა და ესე იგი ამ საუბრისას მაგდონეზეც კი არ ყოფილა შეთანხმება. როგორც წესი ხო არის ხოლმე შეთანხმება ამაზე ღიად იტყვიან თუ არა. როგორც ჩანს საუბარი ისე დასრულდა, რომ ამაზეც კი არ ყოფილა საუბარი, რომ იქნებოდა თუ არა გაცხადებული. კი, იმიტომ რომ ახლა რეალურად ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა ძალიან ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული და ეს არ არის ძალიან მარტივი პროცესი, იმიტომ რომ რო ავიღოთ ჩვენი საქართველო-ამერიკის ურთიერთობა, ზოგადად დიპლომატიაში ხო, როდესაც ჩვენ საუბრობთ ურთიერთობების გაღრმავებაზე, ამას სჭირდება წლები, ქვეყნებს შორის რომ ნდობის ფაქტორი გაჩნდეს და ეს ნდობა უფრო და უფრო გავითარდეს, ამას დიდი დრო ჭირდება, თუმცა ამის განადგურება ძალიან მარტივი არის რა, რაც გვაქვს შესაბამისად, კი. რასაც დღეს უყურებთ, განსაკუთრებით ამერიკის კონტექსტში, ხო, ანუ მინდა ხაზგასმით თქვა, ამერიკა ჩვენი არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორი იყო, არამედ ყოველთვის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო და ეს დაფუძნებული იყო არაერთი ნაბიჯით, რომელიც გადაიდგა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და სწორედ იმ დღიდან ამერიკა იყო ჩვენი მთავარი პარტნიორი, რომელიც ფაქტობრივად ყველა სფეროში გვეხმარებოდა და რეალურად პირველი ვიზიტი რაც შედგა საქართველოში იყო ამერიკის მხრიდან და გერმანიის მხრიდან განხორციელებული. ბეიკერი ჩამოვიდა
ყველა ვიცით ეს კადრები, მაშინ საქართველოში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, თუმცა ამ მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით რისკების მიუხედავად ბეიკერი საქართველოში იმყოფებოდა და მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს მიმართ და სწორედ მაგ პერიოდიდან იწყება ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც ყოველწლიურად დინამიურად იზრდებოდა. ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური თანამშრომლობა, ეს გამოიხატებოდა ხელშესახებ შედეგში, მათ შორის ფინანსურ მხარდაჭერაში და სწორედ ამ წლების განმავლობაში მივედით იმ ნიშნულამდე, რომელიც ჰქონდა ბოლო პერიოდში ამერიკასთან და ამას კიდევ უფრო გაზრდის პოტენციალი და მაქედან რამე დაგვრჩა, აი რაოდენობაში პროცენტულად რო შევხედოთ, აი რა დარჩა? მე მართლა ძალიან გარკვეული, რა თქმა უნდა, ხა ესე მარტივად სრულად ვერ განადგურდებოდა ეს ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ეს თავდაცვის სფეროში, უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკურ სფეროში გარკვეული პროექტები კვლავ ხორციელდება. რაღაც დონეზე ეს, რა თქმა უნდა, დაბალ დონეზე ურთიერთობები გრძელდება, თუმცა ეს არ არის ის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც თუნდაც 2 წლის წინ იყო ორ ქვეყანას შორის, იმიტომ რომ ჩვენ ამ უშუალოდ ტექნიკური და მატერიალური და მხარდაჭერის გარდა ჩვენ ქონდა ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში, მათ შორის რუსეთის კონტექსტში, თუმცა ეს პოლიტიკური მხარდაჭერაც შესუსტდა ძალიან და ჩვენ გვახსოვს არაერთი განცხადება კეთდებოდა იგივე საკანონმდებლო შტოს მიერ, იგივე აღმასრულებელი შტოს მიერ საქართველოს მიმართ, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები არ უნდა დაგვაუწეს, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენ გვესმის მხოლოდ კრიტიკა და მხოლოდ იმაზე მითითება თუ რა პრობლემებია საქართველოში და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს ურთიერთობები დღეს არის ალბათ ისტორიულ მინიმალურ ნიშნულზე, იმიტომ რომ 90-იანებშიც კი მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან მძიმე ვითარება იყო ყველა მიმართულებით, ამერიკა რეალურად გვეხმარებოდა ამ პრობლემების დაძლევაში და მაქსიმალურად ცდილობდა რომ ამ ასე ვთქვათ უფსკრულიდან ამოვიყვანეთ, მაგრამ დღეს ხო პირიქით ხდება, ანუ ჩვენ რაც უფსკულისკენ მივდივართ და ამერიკა ცდილობს რომ გაგვაჩეროს და არ გაგვიშვას იქით, თუმცა ძალიან ნეგატიური ტენდენციაა ზოგადად დღეს და ამას თუ ესე გაგრძელდება, ამას ძალიან მძიმე შედეგები ექნება საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ამერიკა იყო ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტორი. თუმცა ალბათ ამერიკაშიც კარგად ესმით, ევროპელები ამას უფრო ხშირად უსვამენ ხოლმე ხაზს, რომ გამიჯნული არის ქართული ოცნება და საქართველოს როგორც სახელმწიფო, ასე ვთქვათ, იმედია, რომ ქართული ოცნების წასვლის შემდეგ არ დაგვჭირდება ისევ იმდენი დრო ამ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისათვის. იცით რა არის რეალურად ჩვენ ვიცით და ხედავთ იმ გზას თუ როგორ შეიძლება ეს ურთიერთობები აღდგეს. ხო, ანუ არსებობს რეალური წინაპირობები. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ გზავნილებიც იქნებოდა ამერიკის მხრიდან, კონკრეტული ნაბიჯები, რა უნდა გადაიდგას ქართული ოცნების მხრიდან, რომ რუბიოს არის ას. მე ვერ ვეტყვი, მაგრამ ხოლმე რუბიოს არ არის გამორიცხული, რომ ახლა რუბიოს ზარამდე დაახლოებით ერთი რამდენიმე დღის წინ ამ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იყო ჩამოსული, შესაძლოა მაგანაც რა გარკვეული გზავნილები ჩამოიტანა, სხვა კომუნიკაციის საშუალებებიც არსებობს, თუმცა მან ნათელია, რომ კი ყველა ამბობს, რომ ეს წინაპირობა შეიძლება იყოს თქვა პოლიტპატიმრების გამოშვება, დემოკრატიული ჩარჩოში დაბრუნება და იმ საკანონმდებლო ჩარჩოს გაუქმება, რაც მიღებულ იქნა ბოლო 1 წლის განმავლობაში, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მაგის გარდა სხვა მოთხოვნებიც ექნებოდა ამერიკას, იმიტომ რომ თუმდაც ის რომ ჩვენი ურთიერთობები ზოგადად დაფუძნებული იყო ნდობაზე, თავისუფლებაზე და ჩვენ გეოპოლიტიკურ არჩევანზე, რაც იყო დასავლური ღირებულებები და დასავლური ცივილიზაცია, ხო? და ეს იყო, ასე ვთქვათ, წლების განმავლობაში მამოძრავებელი ძალა, რაც გვაახლოვებდა ჩვენ ამერიკასთან და არსებობდა სწორედ ამ ღირებულებების ირგვლივ ჩვენი საერთო ინტერესები, მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენი გეოპოლიტიკური ვექტორი უკვე შეიცვალა და აღარ არის ის, რაც იყო წლების განმავლობაში, როცა ამერიკასთან ქონდა სტრატეგიული პარტნიორობა, სწორედ გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილება ალბათ იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იმ მოთხოვნების გარდა, რაც ვახსენე. შესაბამისად, აქ მთავარი კითხვა იბადება, რამდენად შეძლებს ამჟამინდელი ხელისუფლება თუ მას რეალურად სურვილია გადატვირთვის, რამდენად შეძლებს თავისი გეოპოლიტიკური არსებული მიმართულების ცვლილებას იმ კუთხით, რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ჩინეთზე, რუსეთზე და ირანის კონტექსტზე იქნება საუბარი ამ შემოbrunებას და რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის თავის არჩევანში, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. თუმცა ეს ნაბიჯი ხო, ეგ არის თავარი. მაგაზე ალბათ ისიც მეტყობს რა მოყვა მე ირანის ელჩის მხრიდან განცხადება შევახსენოთ ჩვენს მაყურებელსაც, ჯერ გავიხსენოთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ საუბარი შეეხებოდა რუბიოსა და კობახიძეს შორის უსაფრთხოებას კავკასიის რეგიონში და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში.
ეს ხო არ იყო პასუხი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ ამერიკელებს რა ესაქმებათ შავ ზღვაშიო, ხო არ იყო ეს მინიშნება, რომ ზუსტადაც ესაქმებათ. რა თქმა უნდა, ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის შავი ზღვის რეგიონში მისი ჩართულობის მაღალი დონე. ეს არ არის დღეს ან გუშინ გამოკვეთილი ინტერესი, ეს საწლეულების განმავლობაში ასე იყო. თუნდაც წინა ადმინისტრაციის პერიოდში მინდა შევახსენოთ ტელემაყურებელს, რომ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული იყო რეზოლუცია, ორპარტიული რეზოლუცია დემოკრატების და რესპუბლიკელების მიერ, ერთ-ერთი მაგის ინიციატორი იყო სენატორი მიტ რომნი. ამ რეზოლუციის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ის ავალდებულებდა სახელმწიფო დეპარტამენტს და სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეემუშავათ შესაბამისი სტრატეგიული ჩარჩო დოკუმენტი შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით, ასე თქვა დავარქვა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგია, სადაც უნდა გაწერილიყო კონკრეტული ნაბიჯები და ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ მომავალში რას აპირებდა ამერიკა. და კიდევ ერთხელ ეს ხაზგასასმელი არის, რომ ეს გარემოება მიუთითებდა იმაზე, რომ ამ რეგიონის მიმართ არსებობს ძალიან მაღალი ინტერესი. ასევე ამერიკის საგარეო პოლიტიკა რომ განვიხილოთ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი საუბრობდა იმაზე, რომ აი ტრამპის ადმინისტრაცია, როდესაც მოვა ხელისუფლებაში, მის მხოლოდ ფოკუსირებას გააკეთებს თავის ნახევარსფეროზე, ასე ვთქვათ, რეალურად და მან შეეცდება, რომ ვთქვათ, რუსეთის გავლენები შეამციროს, საქმე გვაჩვენა, რომ რეალურად ესე არ არის. თავარი საერთაშორისო ურთიერთობებში, როდესაც შენ ხარ სუპერძალა, ხო, ანუ შენი ინტერესი არ არის მხოლოდ შენი ასე თქვა გავლენის სფეროზე ქონდეს გავლენა, შენი თავარი ინტერესი არის ის, რომ შენი მოწინააღმდეგე და შენი კონკურენტი ქვეყნების მიმართ ისე იმოქმედო, რომ მათ არ მიეცეთ თავისივე რეგიონებში ექსპანსიის და გავლენის გაძლიერების საშუალება. შესაბამისად, შავი ზღვის რეგიონი არის ძალიან აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ამერიკისთვის, არამედ ევროკავშირისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ეს ევროკავშირის უსაფრთხოების კონტექსტში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც აი ეს ენერგომომარაგების საკითხი და ზოგადად სხვა ტვირთების მომარაგების ჯაჭვი სწორედ ჩვენ რეგიონზე გადმოდიოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხედავთ, რომ შავი ზღვის მიმართაც არის, უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართაც არის ამერიკის ინტერესი, იგივე აზერბაიჯანთან და სომხეთთან ბოლო დროს მიმდინარე ერთობლივი პროექტები, UNC-ის ვიზიტი, მან ტრიპის კორიდორის ინიცირება, სწორედ მაქეთკენ არის მიმართული, რომ რეგიონალურ დონეზე ამერიკის როლი გაიზარდოს და შესუსტეს რუსეთის გავლენები და რეალურად ჩვენ ამას ხედავთ სომხეთის და აზერბაიჯანის კონტექსტშიც, როგორ შესუსტა რუსეთის გავლენები ბოლო 2 წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა, ამერიკის ინტერესი იყო, არის და იქნება ფართე შავი ზღვის, ესე დავარქვათ, იმიტომ რომ შავი ზღვის რეგიონში ხა სამხრეთ კავკასია შედის ფართე შავი ზღვის რეგიონში და ჩვენი რეგიონის მიმართ. აქედან გამომდინარე, ამერიკა დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გააქტიურდება ამ კონტექსტში და ამერიკის ინტერესებში არის სწორედ ამ სტრატეგიულ პროექტებში ჩართულობა იმისთვის, რომ თავისი პოზიციები გაიმაგროს რეგიონში. წეგან დავიწყე ამ თემას საუბარი, გადავედი, რომ რა განცხადება გააკეთა ირანის ელჩმა, ხო, რუბიოს ზარიდან ძალიან მალევე მუქარი შემცველი განცხადებები გააკეთა, ასე ვთქვათ, თითქმის ყველა დიპლომატიაში, ალბათ დამეთანხმებით, რომ არ არის ეს დიპლომატიური ენა და უფრო რაღაც ხისტია. მე მოუწია ამ განცხადების წაშლა, თუმცა განცხადება დარჩა, რაზეც მოგვიანებით გავიგეთ, რომ კი არ დაიბარეს ის საგარეო უწყებაში, თავისი სურვილით მივიდა და იქ კიდევ რაღაცებს არ ყვევდა. და ასევე დღეს პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება და მოუწოდა ყველა მხარეს, რომ რაღაცა საქართველოს არ გამოიყენონ, ანუ ამერიკასა და ირანს შორის დაძაბულობა კი არის, მაგრამ საქართველოს არ უნდა გამოიყენონ რაღაცა დაპირისპირებისთვის. ანუ მიანიშნა, რომ თითქოს ეს მუქარის ადრესატი იყო არა საქართველოს, არამედ ამერიკა, რაც რა ვიცი, ძალიან არასერიოზულია, იმიტომ რომ ირანს საქართველოს ელჩი არ სჭირდება იმისთვის, რომ დაემუქროს შეერთებულ შტატებს და რა თქმა უნდა ეს იყო. ყოველ შემთხვევაში მე ასე აღვიქვი და ზუსტად ეგ მინდა კითხოთ, იყო თუ არა ეს მუქარა ჩვენი მისამართით. ნუ გიცით რა არის ხა ასეთი ტიპის განცხადებები დიპლომატიას ცალკე ენა აქვს და ცალკე ახმები აქვს და ასე შემდეგ და
როდესაც ასეთი ტიპის განცხადება კეთება ზუსტად რამდენიმე საათში, მეორე დღეს ფაქტიურად მას მერე რაც კომუნიკაცია შედგა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან და პარალელურად ჩვენ ხედავთ ამერიკის აქტიურ მოძრაობას რეგიონში, ხო, ანუ რა თქმა უნდა ეს სწორედ ასე აღიქმებოდა, როგორც თქვენ აღნიშნეთ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამისთვის საჭირო იყო კონკრეტული რეაგირება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ყველაზე მინიმუმი რისი გაკეთება შეიძლებოდა ეს იყო ელჩის დაბარება, ოღონდ ეს ამაზე უნდა საჯარო გაკეთებული განცხადება და ახსნა განმარტება მიეღოთ, რას თვალწინებდა ეს ჩვეულებრივი მომენტი არის დიპლომატიაში და ამის ფონზე, როდესაც ჩვენ ხედავთ ჩვენი პარტნიორი ევროპელი ქვეყნების ელჩებს, როდესაც ისინი რეალურად გაკრიტიკებენ იმის გამო, რაც მართლა ხდება და იბარებდა ახდენ მათ რაც შერაცხვას და ასე დიპლომატიურ ნაბიჯს დგავდა, როდესაც და პარალელურად, როდესაც ირანის მხრიდან ასეთი განცხადება კეთება და შენ არ გაქვს რეაგირება, და მით უმეტეს დღეს კიდევ უფრო რაღაც პარადოქსული იყო, როდესაც ირანის ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ მე თვითონ დაურეკეო საგარეოსო და მოვითხოვეო იმის მაგათ რომ პირიქით ყოფილიყო, ხო, ანუ დაბარება გამიგია და ელჩის მისვლა ესე არის. ხო, ანუ ცოტა დამაბნეველი არის და ცოტა ძალიან პარადოქსული არის ეგეთი რაღაც, იმიტომ რომ პირიქით უნდა ხდებოდეს რეალურად, მაგრამ სამწუხაროდ ასეთ მოცემულობაში ვართ დღეს. თენგიზ შერგელაშვილმა საერთოდ სასწაული თქვა, რომ ესო საქართველოს კონტექსტში რო თქმა ყოფილიყო ნათქვამიო, კი დავიბარებდითო და ძალიან მაინტერესებს რა გონია თენგიზ შერგელაშვილს პაპუა გვინეას მიმართა თუ მოზამბიკს ელჩმა. არასერიოზულია, ძალიან კარგად იცის ჩემი აზრით, მას და ჩემი წარმოდგენის მიუხედავად ჩვენი რაც იცის, ვის მიმართაც იყო, მაგრამ ეს არის რაღაცა საკუთარი ამომრჩევლების შეურაცხყოფა, ესეთი ტყუილი რომ მიაწოდო, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ფაქტი არის, რომ ირანის ელჩმა დაიმუქრა და ამისათვის მისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ, ესეც დიპლომატიაში ძირითადად სტროფებს შორის იკითხება ყოველი განცხადება და ყოველ სიტყვას ნებისმიერ დიპლომატიურ განცხადებაში თავისი დატვირთვა აქვს და ამის ამოცნობაც არც ისე რთულია ხოლმე. არ მიყვარს ხომ რაღაც პროგნოზებზე საუბარი და პროგნოზებზე კითხვების დასმა, მაგრამ მაინც თუ შეიძლება რომ ვივარაუდოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, გასაგებია რომ ეს ბევრ რამეზე არის დამოკიდებული, მათ შორის ირანში განვითარებულ პროცესებზე, მაგრამ აი ამერიკასა და ქართულ ოცნებას შორის, იმიტომ რომ ახლა საქართველოს როგორც სახელმწიფოსთან სამწუხაროდ არ ხდება, ანუ ქართულ ოცნებასთან კომუნიკაცია ან შეიძლება რომ მართლა ის რა სურვილიც აქვს ქართულ ოცნებას, რომ დაიწყოს სუფთა ფურცლიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ტრამპმა გადმოურეკოს ყაველაშვილს, ეს მართლაც ვიხილოთ. ზოგადად ის რომ თქვათ რუბიომ განახორციელა ეს არის სიმართლე გითხრათ მოსაოდნელი იყო, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა. ეხლა ამერიკას აქვს კომუნიკაცია ქვეყანაში არსებული რეჟიმის მიუხედავად, ხო, ანუ ეს იქნება დემოკრატიული, იქნება თუ ავტორიტარული თუ ასე შემდეგ. ყველასთან ამერიკა ინარჩუნებს გარკვეულ კომუნიკაციას და ყველასთან ურთიერთობს და ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, იგივე ვთქვათ ბელარუსშიც იყვნენ ჩასულები ამერიკელების აზერბაიჯანსაც და აქედან გამომდინარე მაინც განსხვავდება ახლა ხო, თუმცა ის ნიშნული, რაზეც საუბარი არის, ის სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხი, რაც წლების განმავლობაში იყო და ის პოტენციალი, რაც კიდე არსებობდა, რომლის ათვისებაც უნდა მოხდარიყო, ხო, მაგ დონემდე მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება, კი, რაღაც დონეზე შეიძლება აღდგეს ურთიერთობები, იგივე რაღაც ვიზიტები შეიძლება შედგეს, შეიძლება ზარიც განხორციელდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხარისხობრივად ჩვენ მივიღებთ იმ ურთიერთობებს, რა ურთიერთობები ჩვენ ადრე გქონდა. პირველ რიგში, ამ ისევ და ისევ გეოპოლიტიკური არჩევნიდან გამომდინარე, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებებიდან გამომდინარე და ასევე იმ ანტიამერიკული რიტორიკიდან გამომდინარე, რომელიც ფაქტობრივად ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხო? ესე არ არის, რომ თქვათ, გუშინ ვლანძღავდი ამერიკას და დღეს უკვე აღარ ვლანძღავ და რაღაც შეიძლება ამას თავის დატვირთვა აქვს და ეს ილექება ყველაფერი და ამას თავისი მათ შორის ალბათ ისიც არ დაავიწყდებათ ირანში პარლამენტში რომ იჭდა კობახიძე და რა თქმა უნდა. და სწორედ მაგიტომ თქვი მე რომ ურთიერთობების გადატვირთვის ხარისხი იქნება დამოკიდებული სწორედ იმ ფაქტორების
და იმ ნაბიჯების გადადგმაზე, რაზეც ვისაუბრებ, ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი, ეს არის დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნება და ეს არის, რა თქმა უნდა, ამერიკის მიმართ მწვავე რიტორიკის შემცირება. ეს ფაქტორები თუ შესრულდება, მაშინ, რა თქმა უნდა, რეალური გახდება ეგ, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც ისმის, რამდენად არის ქართული ოცნება მზად, რომ ეს ნაბიჯები გადადგას და რამდენად იქნება დამოუკიდებელი ამ სურვილის შემთხვევაშიც კი, რამდენად იქნება ის დამოუკიდებელი ამ ნაბიჯების გადადგმაში. მე ამ დღევანდელი გადმოსახედიდან ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება ეს ყველაფერი, თუმცა არ ვიცი, მაგრამ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე და დღევანდელი ზოგადად პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე და გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამის ალბათობა ნაკლებად მიმაჩნია. თუმცა დღეს სოფლიო პოლიტიკაში პროცესები იმდენად დინამიურად და იმდენად არაპროგნოზირებად მიმდინარეობს, რომ არაფერია ზოგადად გამოსარიცხი, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეფასება შემიძლია გავაკეთო. ქართული ოცნების წევრებმა თქვეს, რომ აი რუბიოს ზარის შემდეგ უკვე ელოდებიან, რომ ტრამპმა დაუგრეკოს ყაველაშვილს და სუფთა დიპლომატიური კუთხით რო შევხედოთ. ტრამპმა რომ გადაწყვიტოს დარეკვა, რეალურად ვისთან უნდა დარეკოს? ყაველაშვილთან თუ ბიძინა ივანიშვილთან? დიპლომატიურად ანუ რაღაც თავის თანასწორს ხომ ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და გასაგებია, მაგრამ ისევ და ისევ დიპლომატიური კუთხით და სტრუქტურული კუთხით ეს ადრესატი იქნება ყაველაშვილი, იმიტომ რომ მაინც ყაველაშვილთან მოუწევს. საბწუხაროდ. კი, ეგ მოცემულობა არის დღეს, იმიტომ რომ თუ ეს იქნება ოფიციალური ზარი და ეხლა თუ რაღაც ალბათ მოლაპარაკებები. ხო, ნუ ეხლა რაღაც არაფორმალურ მოლაპარაკებებზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ მაგაზე დიპლომატიურად პრეზიდენტი კი მაგის საპირწონე პრეზიდენტია და ამ შემთხვევაშიც არის ამ ესე მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს გადატვირთვაზე საუბარი ისევ და ისევ და ამ გადაწყვეტილებებსაც ეხა არ წყვეტს მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტი, იმიტომ რომ ამერიკა არის ინსტიტუციურად ძლიერი სახელმწიფო. ამერიკის საგარეო პოლიტიკის ზოგადად ჩამოყალიბების პროცესი არის ძალიან კომპლექსური. აქ არ არის მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება, აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს უშუალოდ საკანონმდებლო ხელისუფლებაც და სიტყვაზე აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც გარკვეული დადებითი სიგნალები რო წამოვიდეს, ეს არ ნიშნავს, რომ კონგრესის სიტყვაზე ამას ხარს დაუჭერს, იმიტომ რომ იქ კონგრესში კიდევ უფრო კრიტიკულად არიან განწყობილები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ვიდრე ეს შესაძლოა სახელმწიფო დეპარტამენტში იყოს, იმიტომ რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მაინც უფრო დიპლომატიური უწყება არის და ისინი რაღაც კონკრეტულ ჩარჩოებში არიან მოქცეულები, მაგრამ კონგრესი თავის განცხადებებში, კომენტარებში, მოქმედებებში უფრო თავისუფალია და მანდაც კრიტიკის დონეც უფრო მაღალი არის. ბოლოს მინდა კითხოთ, როგორც ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელს, ასეთი დაზიანებული საგარეო პოლიტიკით, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ, ასეთი დაზიანებული რეპუტაციით და უკან დახეული ბევრი ნაბიჯით, როგორი არის თქვენი ხედვა, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების პირობებში არა ზოგადად გულისხმობ. მადლობა კითხვის, ძალიან აქტუალური საკითხი არის, იმიტომ რომ ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას, სიტყვაზე მთავარი კითხვა იბადება იმაზე, რომ თუ საქართველოში მოხდა ცვლილებები, მე რაშვებით როგორ უნდა აღვადგინოთ ის სიტუაცია, რაც არის. პირველ რიგში აქ რა თქმა უნდა ზოგადად შევცვალოთ ჩვენი მიდგომები საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით. თვისებრივად უნდა შეიცვალოს ჩვენი მიდგომები. აქ პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის რეგიონული პოლიტიკის ელემენტის შემოღება, რაც ფოკუსირებულია საქართველოს პოზიციონირების გაზდაზე უშუალოდ ჩვენს რეგიონში, იმიტომ რომ პირველ რიგში შენ უნდა რეგიონიდან დაიწყო, იქ გაიმყარო შენი პოზიციები, შენი გავლენები და უკვე უფრო მაღალ საფეხურებზე გადახვიდე. სწორედ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის რეგიონული პოლიტიკის, ასე ვთქვათ, გაძლიერება, აქტიურად მუშაობა ჩვენს მეზობლებთან და რა თქმა უნდა, ჩვენ აღვიქვავთ საქართველოს, იცით რა არის, აი ზოგადად საზოგადოებაში ასეთი მცდარი მოსაზრება ტრიალებს ხოლმე, რომ საქართველოს დაიწყო ევროკავშირში სწრაფვა დამოუკიდებლობის ადგენის შემდეგ, თითქოს ეს რაღაც ახალი ხილი არის და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ჩვენ ვართ ცივილიზაციურად და ისტორიულად ევროპის ნაწილი და სწორედ ჩვენ აღვიქვავთ დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესს, არა ვთქვათ რაღაც საგარეო პოლიტიკურ ამოცანას კი რა თქმა უნდა ეს არის მთავარი ამოცანა, მაგრამ ჩვენ ამას ავუქვათ როგორც ჩვენს ისტორიულ ადგილას დაბრუნებას. როგორც ქართველების უმრავლესობა. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ გავხდით დასავლური ცივილიზაციის ნაწილი მაშინ, როდესაც ქართველებმა მიიღეთ ქრისტიანობა.
და სწორედ ქრისტიანობაზე არის დაფუძნებული დღევანდელი დასავლური ცივილიზაცია და ეს ყოველთვის ასე იყო. რაც არ უნდა თქვას რუსულმა პროპაგანდამ. რა თქმა უნდა და ჩვენი გეოპოლიტიკური, ჩვენი უნიკალური გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სწორედ საქართველოს შეუძლია გახდეს სწორედ ეს ხუთჯვრიანი ციხესიმაგრე, რომელიც გახდება ერთი მხრივ ევროპის, ასე ვთქვათ, მედროშე სახელმწიფო და მეორე მხრივ აზიის ცივილიზაციასაც გაერთიანებს და დააკავშირებს ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, ჩვენი ამ მიზნების მიღწევას სჭირდება რეფორმირება, ანუ ჩვენ დაყოფილი გვაქვს რეალურად ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, როგორც შინაარსობრივი, ასევე როგორც ტექნიკური მხარე, ხო? ანუ ტექნიკურად ზოგადად ჩვენ საგარეო სექტორს სჭირდება მნიშვნელოვანი რეფორმირება, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ რიგში უნდა შეჩერდეს ის მანკიერი პრაქტიკა, რაც გულისხმობდა მაღალი დიპლომატიური თანამდებობის პირების დანიშვნას პოლიტიკური ნიშნით ან რაღაც ლოიალური ნიშნით, მთლიანად ეს სექტორი უნდა დაიცალოს და დეპოლიტიზირება უნდა მოხდეს და კადრების დაკომპლექტება უნდა მოხდეს შედეგებით და დამსახურებით და არა ვთქვათ რომელიმე პარტიის ლოიალობით და ასე შემდეგ. ხო, მეორე ფაქტორი ეს არის, უნდა საბოლოოდ მოწესრიგდეს შიდა როტაციული ასე ვთქვათ სისტემა საგარეოში, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი კარიერული პროფესიონალი დიპლომატი გაეცალა სისტემას ბევრი ფაქტორის გამო. ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ როდესაც ვთქვათ ადამიანი მიდის საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიაში, ხო, ანუ მას არ აქვს ხოლმე გარანტია იმისა, რომ როდესაც ის დაასრულებს თავის მისიას, ის დაბრუნდება და უზრუნველყოფილი იქნება სამსახურით და დაინიშნება სხვა თანამდებობაზე. დიდი ალბათობა არსებობს ხოლმე იმისა, რომ ის დაბრუნდეს და რეზერვში ჩაჯდეს და დარჩეს ასე ვთქვათ უსამსახუროდ. არა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, ზოგადად სტრუქტურულადაც ბევრი გამოწვევა არის და სწორედ ჩვენი ამოცანა არის, დეპოლიტიზაცია ვახსენე, ასევე არის ამოცანა ეს როტაციული სისტემის ისეთ სინქრონში მოყვანა, რომ ყოველ დიპლომატს თავისი როტაციის შემდეგ მინიმუმ 6 თვით ადრე უკვე ეცოდინება, სად გააგრძელებს ის თავის მომავალ საქმიანობას. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ჩამოყალიბდეს საქართველოში ძლიერი დიპლომატიური სასწავლო ინსტიტუტი, აკადემია, რომელიც თავიდანვე გამოსდის ამ დიპლომატიურ ძლიერ კადრებს, რომლებიც გახდებიან, ანუ რეალურად ჩვენ უნდა ვაქციოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა, ჩვენს რბილ ძალად და სწორედ ახალი თაობის, ახალი ტიპის დიპლომატები ამის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მაგიტო გვინდა რომ შევქმნათ ქმედითი დიპლომატიური ინსტიტუტი, სადაც პატარა ასაკიდანვე ჩვენ გამოვსდით ამ კადრებს, იმიტომ რომ დიპლომატიის ასე ვთქვათ ჩამოყალიბებას ძალიან დიდი რესურსი და დრო ჭირდება და შესაბამისად უკვე რომ რაღაც შენ გექნება სტრუქტურირებული ძლიერი სასწავლებელი, პატარა ასაკიდანვე უკვე შენ იზრუნებ ამ დიპლომატების გამოსდაზე და უკვე შექმნიდან 4 წელიწადში შენ მიიღებ ან 3 წელიწადში მიიღებ სრულფასოვან დიპლომატებს, რომლებიც გააგრძელებენ თავის განვითარებას. კარგი დიპლომატები და არა ისეთები, ვინც კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი იქნება ამერიკასთან ურთიერთობების გაღრმავება, ოღონდ ეს ურთიერთობები უკვე იქნება ძალიან ისეთ ჩარჩოში მოქცეული, რომელიც ურთიერთსასარგებლო იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ თუ გვინდა რეალურად უსაფრთხოების გარანტიების მიღება, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ მაქსიმალურად ევროპის და ამერიკის ჩართულობა საქართველოში და ამ მხრივ მიგვაჩნია, რომ ამერიკის მეტი ჩართულობა სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის ანაკლიის სპორტში და ახალი ვთქვათ ინფრასტრუქტურული ან ეგრეთ წოდებული digital კვანძების გაბმას ეძახიან ქართულად ვთქვათ ვერ გადმოვთარგმნე ციფრული ახალი გზების მოპოვებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ანუ ჩვენ უნდა რეალურად დავანახოთ ამერიკას, ჩვენი საჭიროება რეგიონში, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ დობის დაკარგვამ საქართველოს მიმართ გამოიწვია არაერთი პრობლემა და დღეს ხედავთ, რომ ნელ-ნელა სომხეთი იკავებს ჩვენ ადგილს, ხდება ჩვენი ჩანაცვლება. წლების განმავლობაში ხო ანუ საქართველოს ამერიკისთვის იყო რეგიონული დასაყრდენი, იცოდნენ რომ ეს იყო სუფთა პროდასალური სახელმწიფო, ენდობოდნენ მას და ჩვენ ვიყავით ფაქტობრივად ჩვენი პრობლემების გათვალისწინებით დემოკრატიული ხა რა თქმა უნდა წინა წლებშიც არსებობდა ბევრი დემოკრატიული გამოწვევა, მაგრამ ამის ფონზეც კი ხშირად იყო სიტუაცია, როდესაც რაღაცებზე შეიძლება დაეხუჭათ კიდევაც თვალი, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი დასაყრდენი და ასე ვთქვათ, ხო სტრატეგიული პარტნიორი და კი, თუმცა სომხეთში რო გაჩნდა შეიცვალა ხელისუფლება ფაშინიანის ხელმძღვანელობით და
გაჩნდა მან ასე ვთქვათ ეს პროდასავლური მიმართულება დემოკრატიის კუთხით გადაიდგა ნაბიჯები, ხო, ანუ გაჩნდა ალტერნატივა და უკვე ეს კონკურენციის რეჟიმში გადავედით ჩვენ და ხშირად ხშირად მსმენია ის რესურსი, რაც დახარჯა ამერიკამ საქართველოში ამ წლების განმავლობაში, ფინანსური, არა მარტო ფინანსური, თავდაცვაში, ეს ყველაფერი ხო არ შეიძლება რომ უბრალოდ წყალში გადაყაროს, მით უმეტეს ტრამპმა, რომელიც რაღაც ორიენტირებული არის ხოლმე, ასე ვთქვათ, აი ამ რაღაც ბიზნეს რაღაცეებს. რა თქმა უნდა, ახლა ამერიკა როდესაც ახორციელებდა საქართველოში ინვესტირებას, მაგას ჰქონდა გრძელვადიანი გათვლა ამაზე, მაგათ ინტერესებში იყო, რომ თავისი მთავარი დასახდენი რეგიონში ძლიერი ყოფილიყო, დამოუკიდებელი ყოფილიყო და განვითარებული ყოფილიყო და რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დადგება ის დრო, როდესაც ამერიკა საქართველოს კონტექსტში კიდევ უფრო გააქტიურდება და შესაბამისად ის ინვესტიციაც არ დაიღუპება და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ამოცანაც სწორედ არის ის, რომ ჩვენი თქვათ ინსტიტუციური მეხსიერება, იმიტომ რომ ჩვენი გუნდის წევრები ყველა წლების განმავლობაში როგორც საჯარო სექტორში მუშაობდნენ, ასევე სხვადასხვა უწყებებში, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები ამ პროცესებში, ხო, ანუ ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის არის, რომ ჩვენ დავანახოთ ამერიკელებს, რომ ეს ინსტიტუციური მეხსიერება და არ დაკარგულა და ამის ადგენა, რაც წლების განმავლობაში მათ აშენეს, ძალიან მარტივად შესაძლებელი არის და ესეც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ დავანახოთ ამერიკელებს ჩვენი საჭიროება, დავანახოთ, რომ ჩვენი ნდობა შეიძლება და დავანახოთ ის, რომ ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ის ურთიერთობები და უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ორივე ქვეყანამ სასარგებლო ურთიერთობები მიიღოს ამაში და რეალურად ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს და ყოველთვის ვამბობ იმას, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი საგარეო პოლიტიკა სხვანაირად წარმართულიყო, ძალიან ბევრ შესაძლებლობებას მივიღებდით და ესენი ჩვენ გავუშვით იგივე თქვათ მოლდოვის მაგალითი რო ავიღოთ ევროკავშირის კონტექსტში ხო ეს მოლაპარაკებები რო გახსნილიყო ის რეალური შანსიც არსებობდა საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში ყველაზე წარმატებულები ჩვენ ვიყავით. კი, რა თქმა უნდა, იყო პერიოდი, როდესაც თუნდაც 22-23 წელს ჩვენ ვასწრებდით მოლდოვასაც, უკრაინასაც და ეს სარგებელიც რომ მიგვეღო ამ პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა ხო ანუ ამ მოლაპარაკებების გახსნის პროცესს გააჩნია თავისი ფინანსური განზომილება და ხელშესახების შედეგები, რომელიც შეიძლება იგრძნოს ნებისმიერმა ქართველ მოქალაქემ და ჩვენ ეს სამწუხაროდ დავკარგეთ დღეს, თუმცა ეს რომ მიგვეღო თავისი დღეს გაცილებით უფრო წინ ვიქნებოდით, გაცილებით უფრო ასე ვთქვათ, სტაბილურად ვიგრძნობდით თავს და ვფიქრობ, რომ რეგიონულ დონეზეც ჩვენი როლი გაცილებით განსხვავებული იქნებოდა, ვიდრე დღეს ჩვენ გაგვაჩნია. დიდი იმედი მაქვს, რომ მაინც დაუბრუნდებით ამ ჩვენს გზას და იმის იმედიც მაქვს, რომ თქვენ გუნდს ექნება შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი განახორციელოს და გეგმათ არ დარჩეს. ძალიან დიდი მადლობა. ნიკოლოზ ხატიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ეს იყო მოკლე ჩართვა. მე თევანა ცხომელიძე ვარ და შევხვდებით შემდეგი კვირის ბოლოს. ნახვამდის.